დათვი დადუ და ასო დ. დღეს ქართული ამბავის კიდევ ერთ ასოს დს გავიცნობთ. ნახეთ როგორ დაეხმარება ასო დ მეგობარ დათვ დადუს და რა თავგადასავალი ელოდებათ მათ. პატარა კეთილი დათვი დადუ უმღრან დღეში ცხოვრობს. ერთ დილას დადუ სახლიდან მოწყენილი გამოვიდა და ხის ძირას ჩამოჯდა. გამარჯობა დათუნია დადუ, რატომ ხარ მოწყენილი? ჩემი დოლი დავკარგე. არი დარდო, მე დაგეხმარები მოძებნაში, წამოდი დაჩის ვკითხოთ, იქნებ იცოდეს. დინარეში დელფინია. გამარჯობა დელფინო. გამარჯობა ბიჭუნა, რა გქვია? მე დაჩი მქვია. შენ რა გქვია დელფინო? მე დიფო მქვია. რა ლამაზად ჟღერს, დელფინი დიფო. დიფო, გაიხედე იქით, ნახე, დათვი დადუ და ასო დ მოდიან. დათვი დადუ, დელფინი დიფო, დაჩი და ჩვენი მეგობარი ასო დ. ჩვენი ყველა სახელი ასო დ-ზე იწყება. დადუ, რამ მოგიყვანა აქ, რა გაგჭირვებია? დათვმა დადუმ დოლი დაკარგა, მე ვეხმარები მოძებნაში. ყველას უნდა ვკითხო, ვისი სახელიც დ-ზე იწყება, თქვენაც ამიტომ მოვედით. ეს ხომ ჩემი დოლის ხმაა. წამოდით ვნახოთ. გოგონა, შენ ვინ ხარ? მე დეა მქვია. დეა, ეს დოლი მე დამეკარგა, შენ სად იპოვე? აკვე, ტბაში ვიპოვე, დუმფარას დიდ ფოთოლზე იდო. დათუნია, ინებე შენი დოლი. დიდი მადლობა დეა. დათუმა, დადუმ, ასო დეს დახმარებით დოლი დაიბრუნა. ბავშვებო, ნახეთ, რამდენი სიტყვა ვისწავლეთ ასო დეზე. დათვი დადუ, დელფინი დიფო, დაჩი, დეა, დოლი, დუმფარა. თქვენ რომელი სიტყვები შეგიძლიათ გაიხსენოთ ასო დზე? დაასოზე ჩვენი ყველასთვის საყვარელი ადამიანის სახელი იწყება. დედა, დედიკო, დედა. ლალო. წავალ სახლში, თორემ დედიკო ინერვიულებს. დეა, მეც მივდივარ, ნახვამდის მეგობრებო. ესაც ასე დადუ, შენი დოლი ვიპოვეთ და ახალი მეგობრებით შევიძინეთ. ბავშვებო, დღეს ქართული ანბანის კიდევ ერთი ასო გავიცანით. ახლა თქვენი ჯერია, გაიხსენეთ, დაასახელეთ და დაგვიკომენტარეთ სიტყვები, რომლებიც ასო დ-ზე იწყება. ვნახოთ, ვინ უფრო მეტ სიტყვას მოიფიქრებს. დღეს გავიცანით ასო დ. ბევრი ახალი სიტყვა ვისწავლეთ, რომელიც სწორედ ამ ასოზე იწყება. ასოები ჩვენს გარშემო ყველგან არიან და თუ დავაკვირდებით, ბევრ საინტერესო ისტორიას აღმოვაჩენთ. შემდეგ ვიდეოში კიდევ ერთ ახალ ასოს და ახალ თავგადასავალს გავეცნობით.